მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემა მე მინდა დღევანდელი გადაცემა დავიწყო მილოცვით ბელორუსი ხალხისადმი დღეს არის ბელორუსის დამოუკიდებლობის დღე ამ დღეს აღნიშნავს ბელორუსია მინსკი განთავისუფლდა ფაშიზმებისაგან სწორედ 3 ივლისს და ჩვენმა დიდმა მეგობარმა ჩვენმა არ ვიცი დიდი ხნის ლობისტმა ალექსანდრ გრიგორიძე ლუკაშენკომ დააწესა ეს დღე და დღეს მე გახდით ბელორუსის საელჩოს მიერ ორგანიზებულ აი ამ დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე და ეხლა ალბათ გიკვირთ ეხლა ეს მედალი საიდან და ჩემდა გასაკვირვად დიდი სიურპრიზი გამიკეთა მე ბელორუსიამ და ბელორუსის ახალმა ელჩმა გადმომცა მედალი რომელიც ეხება 80 წლის იუბილეს სამამულო ომის გამარჯვებიდან და მე მიხარია რომ მარტო მე არ აღმოჩნდი დაჯილდოვებული ჩემთან ერთად დაჯილდოვებული იქნა ასევე ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბატონი გულბა ცხილაძე ეს იყო მნიშვნელოვანი დღე პირადად ჩემთვის იმიტომ რომ ეს აღიარება რომელიც იქნა აი ახალი ელჩი რომელიც თქვენ ხედავთ ეკრანზე ეს არის მიღება დღევანდელი დღის ეს არის დაფასება ასევე ქვეყნის მიმართაც არის გამოხატული ეს მარტო ჩემზე არ არის საუბარი ეს არის დაჯილდოების ცერემონია ქვეყნის მიმართ არის აი გამოხატული სითბო იმიტომ რომ ამ შემთხვევაში კი მე გადმომეცა ეს მაგრამ ალექსანდრ ლუკაშენკოს მითითებით ხდება ეს ყველაფერი იმიტომ რომ მე კარგად მოგეხსენებათ როდესაც გახდით მინსკში იქ ჩვენ შევქმნით ძალიან ისეთი კარგი ფილმი ტროსტინეძე საკონცენტრაციო ბანაკზე ეს თვითონ აი ამ მედალი და რაც გამოსახული არის და ეს თვითონ გადმოცემული მედალი რომელიც სწორედ პერსონალურად გადმომეცა ბელორუსის ახალი ელჩის ხელმოწერით ეს ყველაფერი მოწმობს იმას რომ ეს არის უდიდესი პატივისცემა გამოხატული პირადად ჩემს მიმართ ასევე ქვეყნის მიმართაც იმიტომ რომ ბელორუსი აფასებს ყველა იმ ადამიანს ვინც კი ბელორუს პატივს ასცემს ბელორუსი აფასებს თითეული ადამიანის შრომას ჩვენ ბელორუსის მიმართ იმიტომ გამოვხატავთ ასე დადებით განწყობებს რომ ეს არის ქვეყანა მორალურად სუფთა და ასევე ეკონომიკად გადი და ჩვენი მეგობარი და ჩვენი ქვეყნის პატივისმცემელი ჩვენი ქვეყნის დამფასებელი ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ მაგრამ არაფერს არ ვაკეთებთ იმისათვის რომ აი ეს ღვთისმშობლის წილხვედრობა რაღაცნაირად საქმეში ავსახოთ მე მახსოვს რომ აღდგომის დღეს როდესაც ჩაიკეტა ხშირ შემთხვევებში ტაძრები და მაშინ გახარია იყო პრემიერი და ამბობდა რომ შეიძლება საზიარებელი კოვზით გადავიდეს ინფეცირებაო და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა თქვა რომ არ წახვიდეთ ეკლესიაში სწორედ აი ეს ალექსანდრ ლუკაშენკო იყო რომ აღდგომის დღესასწაულს იდგა იქ წირვაზე და ლუკაშენკო რომელმაც ბელორუს ხალხს მისცა ყველაზე მთავარი ღირსება შრომის უფლება და მე მიყვარს ეს ქვეყანა და მიხარია რომ აი ამ ჩემს სიყვარულს და ჩემს აი ამ დამოკიდებულებას მე არაერთი გადაცემა მიუძღვენი ბელორუსს და არაერთი იმიტომ რომ მინდა რომ მისაბაძი იყო ჩვენი ქვეყანა ჩვენ რატო ვლაპარაკობთ ამ დღეს ბელორუსზე იმიტომ რომ როდესაც ბელორუსს აქვს სწორი პოლიტიკა მინდა რომ ჩვენც გქონდეს სწორი პოლიტიკა როდესაც ბელორუსს აქვს დამოკიდებულება ადამიანების მოსახლეობის მიმართ სამაგალითო მეც მინდა რომ ესე იყოს როდესაც იქ ვერ ვხედავ მე 100,000-ობით პაკისტანელსა და აი უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს ესეთი მინდა მეც იყოს ყველანაირად ჩვენი ქვეყანა როდესაც ვხედავ რომ მინსკში თავად მაზის უდიდესი ქარხანა 30,000 რო არის და სხვადასხვა ქალაქებში ეს მინდა რომ ჩვენთანაც იყოს და მე მართლა ვთვლი აი ამ კაცს ალექსანდრ ლუკაშენკოს რომელსაც 6 საათი ეხვეწებოდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი რომ მისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღო აი ესეთი მინდა იყოს საკუთარ და რაც თავარია მან აირჩია სწორი გეოპოლიტიკური კურსი როდესაც რუსეთთან გადაწყვიტა თანამშრომლობა
და ეს მინდა რომ ჩვენც გავაკეთოთ. ბელორუსი არის მაგალითის მომცემი უნდა იყოს ჩვენთვის. და მე მიხარია რომ ეს медали, რომელიც გადმომეცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის ჩემთვის, არ ვიცი, ყველაზე უფრო საამაყო და სასურველი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მივედი ღონისძიებაზე ირინა ზუბკო პოლიტიკურმა მდივანმა და საელჩოს მეორე პირმა ბელორუსიაში მითხრა, რომ თქვენთვისო სიურპრიზი გაგვაჩნიაო. მე ვთქვათ გავხდი რა სიურპრიზი. თქვენ ხედავთ ირინა ზუბკოს ელჩის გვერდით და მე ვიფიქრე ხა რა სიურპრიზი მიმზადებენ მეთქი ახლა დიდად არ ვარ განებიურებული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რა უფრო სამწუხარო სიურპრიზები გვესმის ჩვენ და ეს როდესაც მე მითხრეს რომ თქვენ გადმოგეცემათ ეს медали მე ძალიან გახარებული აღმოჩნდი და მე ბატონ გულბააცაც მიულოცავ მან მისი ღვაწლიც აღნიშნა ბატონმა ელჩმა იმ წიგნთან დაკავშირებით რომელიც მან გამოსცა სამამულო ომთან მიმართებით და მე ვფიქრობ რომ ეს უნდა იყოს ასევე ჩვენი ქვეყნისათვისაც ასევე გარკვეული მაგალითი რომ ადამიანებს ახლა ჩემზე არ არის აქ საუბარი მე ვუბრალოდ მიხარია რომ მართლაც ესეთი დაფასება ვიგზენი ბელორუსისგან და მინდა რომ ჩვენმა ქვეყანამაც დააფასოს ადამიანები და კი არ უნდა ჩარეცხოს უნდა დააფასოს ნაცებს ვასამართლებთ კომისიაზე და ნაცებს ვინც ებრძოდა დღეს სამსახურის გარეშე არის. ნაცებს ვასამართლებთ და ის ადამიანები ვინც ნაცებმა ქონებები წაართვეს დღესაც ქონება დაუბრუნებული. დაბრუნების გარეშე არიან. ასეთია ჩემთვის მაგალითად ბატონი ანზორ ქოქოლაძე ლეგენდარული კაცი, ერისკაცი, რომელმაც არ ვიცი უამრავი სიკეთე და კიდევ უამრავი ბატონი ანზორის საქმე უკეთესად ვიცი და სხვებთან შედარებით, იმიტომ რომ მის შესახებ მე ჩემმა ორგანიზაციამ დასკვნა დავდებით, რომელიც ასევე სასამართლოში იქნა წარდგენილი. ძალიან მიხარია და კიდევ ერთხელ მიულოცავ ბელორუს ხალხს, მე მიყვარს ბელორუსია და არ ვიცი, თქვენც გისურვებთ ერთი და ეს როდესაც იქ ჩახვალთ, იგრძნობთ რომ რა არის ეს ქვეყანა. ერთმა ჩემმა მეგობარმა ბელორუსმა მითხრა რომ ძალიან უნდა შეეცადო შენო რომ ბელორუსიო ვინმესთან მოგივიდესო კონფლიქტო. ისეთი მშვიდი ხალხი. ჩვენ თავს მოვაჭრით ერთმანეთს შევჭამ იმ დღეს ეხლა ისანში პარკინგის გამო კაცი მოკლეს. ესე იგი რომ მანქანის დაყენების გამო. მეზობელმა შეიძლება გაგიმეტოს რაღაცა იმის გამო. ისედაც ცოტანი ვართ ქართველები. ამას იქ ვერ ნახავ მეგობრებო. და ეს არის სამწუხარო და სავალალო ჩვენთვის. მე მინდა რომ ჩვენ ბელორუსის თემაზე გავაგზავნოთ საუბარი და არა მარტო ბელორუსის თემაზე, სხვა თემებზე და საინტერესო თემებზე გვექნები. სამწუხაროდ სასიამოვნო სიურპრიზთან და სასიამოვნო სიახლეებთან ერთად სამწუხარო ამბებიც გვექნება. აბა ჩვენ ახლა მაგას როგორ გვერდსაულით ნეტამასე არ იყოს, მაგრამ ვინ გაგახარებს. და დღეს გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან, როგორც გითხარით, ბატონი დიტო ჩუბირიძე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, მოგესალმებით ბატონო დიტო. საღამომშვიდობისა, გამარჯობათ, მივესალმებით ჩვენს ერთგულ ტელემაყურებელს, პატრიოტს. ბატონი ლექსო კობაიძე, სამართლის ექსპერტი, ადვოკატი, უფლებადამცველი, მოგესალმებით. მოგესალმებით და მოგილოცავთ ბატონო ნიკოლოზ მთელი სული და გულით და მე ძალიან მიხარია რომ თქვენ ეს შეძელით, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირველი ქართველი ბრძანდებით ამ ორ ერს შორის რომ ესე ცდილობთ რომ ხიდი, ასე ვთქვათ, მყარი ხიდი გააბათ და ჩვენ შევძლოთ შემდეგ უკვე ქართველმა ხალხმა აქ სიარული და დიდი მადლობა ამისთვის. დიდი მადლობა ბატონო ლექსო. დიდი მადლობა და ეს მოგილოცავთ რა თქმა უნდა სახელმწიფო ჯილდოს. ეს ძალიან საამაყოა და დასამახსოვრებელია. ეს არის ზნეობრივი ჯილდო, ზნეობრივი ქვეყნისგან. დასაფასებელია ორმაგად და სამმაგად. ეხლა არის ქვეყნები, რომლებთან ჯილდო არც უნდა გინდოდეს, სირცხვილით მაგათ ჯილდოს ვერ ჩამოიკიდებ ვერსად. ხო და ამიტომ ეხლა მართლაც ორიენტირი უნდა გახდეს ესეთი ზნეობრივი ქვეყანა. და საბოლოო ჯამში ჩვენ ქართველებმა ბოლოს და ბოლოს გავანებოთ თავი ამ აპატიეთ და მატრაკვეცობას რა. გავანებოთ თავი, არ არის ჩვენი ადგილი იქ, სადაც ჩვენ ესე იგი ვიძახით, რომ უნდა ვიყოთ თურმე რა. ჩვენ ვართ კავკასიელები. კავკასიელები ვართ ჩვენ, არა ვართ ჩვენ ევროპელები, ძვირფასო მეგობრებო და ნუ ვიგონებთ რაღაც ზღაპრებს.
აი ეხლა სანამ ამას ამ თემაზე დავიწყებდე, აი ელემენტარულად იმოდენა სხვაობაა კავკასიელიც ანთროპოლოგიასა და იმ ეგრეთ წოდებულ ევროპულ ანთროპოლოგიას შორის, რომ აი ვერ წარმოიდგენთ. ერთი შეხედვით ხო ვითომ რასა კავკასოიდურია, მაგრამ ნებისმიერ დამწყებ ენათმეცნიერს რომ კითხოთ, კავკასიელის, მაგალითად, ქართველის პირის აპარატი აბსოლუტურად განსხვავებული არის ევროპერის პირის აპარატისგან. მაგალითად, მარტივ მაგალითს გეტყვით და ამ თემაზე მეც აღარ გავაგრძელებთ. ქართველის პირი დამუწულ მდგომარეობაში ენა ეკვრის პირის ცას. აი მარტივიც და ჩაატარეთ. მაგრამ ნებისმიერი ევროპელის პირის აპარატი დამუწულ მდგომარეობაში ენა ჩამოდის დაბლა. ბუნებრივი მდგომარეობა ესე. აი გენეტიკურ დონეზე არის აი ეს სხვაობა. და ეხლა რომელ ერთობას რომელ ჩვენი კავკასიელობით და ჩვენი ქართველობით ვიამაყოთ. კი ბატონო, და ნუ ვიჩემებთ იმას, რაც არა ვარ ჩვენ. კი ბატონო. და არც ყოფილ ვართ არასოდეს. აი ხა მე მინდა ერთი რამ გითხრათ მეგობრებო, რომ ჩვენ როდესაც საუბრობთ იმ პრობლემებზე, რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი. ქვეყანაში თუ ადამიანებს სიმშვიდე არ დაუბრუნდათ, ღირსება არ დაუბრუნდათ. აი არაფერი არ გაბოა. აი ხა აი რატო აქვს ზოგიერთებს და ბევრს და მათ შორის მეც ნოსტალგია იმ ეპოქის მიმართ, აი ბნელ ეპოქას რო ეძახიან. იყო სიმშვიდე, სიწყნარე, ყველა მიცოდა თავის საქმეს აკეთებდა, არავინ ესე არ გამოხტებოდა სადღაც და რაღაც შეურაცხყოფას არ მიაყენებდა. დღეს თითეული ადამიანი არის დაუცველი. აი ხლა შეიძლება ჩვენი სათაყვანებელი პროსპექტი რუსთაველი ბატონო ლექსო იყოს აი ამ რაღაც ალქაჯების რაღაცა გარკვეული ორომტრიალის ქვეშ. ასეთი საქართველოს იყოფილა პერიოდი, რომ ჯალალედინი, თურქსელჩუკები, მტრები იყვნენ და აკონტროლებდნენ რაღაცა ტერიტორიას, კაცო. მაგრამ შეიძლება ქართველები აკონტროლებდნენ იმას რაღაცა ტერიტორიას და არ ასვენებდნენ, არ აძლევდნენ უფლებას ადამიანებს გასვლისა საღამოს გინდა გასვლა რუსთაველზე, თორემ მანამდე მუშაობა და რაღაცა ოკუპირებული აქვს ეს რუსთაველი. ესე იგი ჩვენ აფხაზეთი და ცხინვალზე გველაპარაკებით ხალხო, რუსთაველის დეოკუპაცია ვერ მოახდინეთ. აი ოკუპანტები არიან ესენი. ოკუპანტები არიან ესენი. ოკუპაცია მოახდინეს ტერიტორიისა და ამდენი ხანია დეოკუპაცია ვერ განვახორციელეთ ამის. ეს მითხრე. ხო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მოხდება ეგრეთ წოდებული დეოკუპაცია. რუსთაველის დეოკუპაცია. იმიტომ რომ ძალიან ცოტანი არიან ბატონო ნიკოლოზ და ეს პროცესი მილევადია. მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველი ყოველთვის იქნება ის ადგილი, სადაც ჩვენი ჯერ კიდევ წინაპრები დააბიჯებდნენ და და ჩვენც ესე ანალოგიურად თავისთავად გავივლით და გამოვივლით, ამაში პრობლემა არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არის ცდილობა, რომ 30 კაცი დაახლოებით, 20 კაცი, ხშირ შემთხვევაში 10 კაცი უფრო ნაკლები, ცდილობს რომ წარმოაჩინონ, რომ ეს ქვეყანა მათია, მაგრამ რეალურად ეს ქვეყანა მათი არ არის. და ეს ქვეყანა ჩვენია, დიახაც უმრავლესობის არის, იმ ქართველების არის საქართველო, ვისაც უყვართ ჩვენი ტრადიციები, ჩვენი რწმენა და ჩვენი მამული. დიახაც ამაზე დგას ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ფასეულობები და არა იმ ფსევდო რიბელარიზმზე, რასაც ისინი ქადაგებენ და თავს გვახვევენ თავიანთი ეგრეთ წოდებული LGBT პროპაგანდით. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყოველივე წარმავალია და საზოგადოება პირიქით აი ამ 200 დღეს არ ქმნიან. ხო, აი ამ 200 დღის განმავლობაში ქართველმა ხალხმა უფრო გაიაზრა და გაითავისა თუ რას ნიშნავს მართლაც და უმრავლესობა და იყო ისეთი ღირსეული, იყო ისეთი თავმოზომილი, რომ ერთხელაც არ მაგალითად რამხელა აგრესიას აფრთხო, ხო ბატონო ნიკოლოზ და ერთხელაც მაგალითად არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ქართველ კაცი ან ქართველ რაღაცა ჯგუფი მისულიყო და თავიანთი მისულიყვნენ კომბლებით ან მისულიყვნენ სხვადასხვა რაღაც შეიარაღებით და იქ შესაბამისი ადეკვატური პასუხი გაეცათ. იმიტომ რომ თავს არ უყადრიან და სწორედაც არის, იმიტომ რომ ეს პროცესი მილევადია და საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ ესეთი მარაზმი, როგორიც დღეს რუსთაველზე ხდება, დაერქმევა ყოველთვის სახელი და იქნება ეს სახელი იქნება მათ, რომ ესენი არიან ამ ქვეყნის უმრავლესობა და მათ არაზოს არ ექნება, ესენი არაზოს არ ექნებიან უმრავლესობაში. ეს არის
ფაქტი, ესენი არიან უმცირესობა, რომელსაც ვერაზოს ვერ ეღირსებიან იყვნენ უმრავლესობაში. და მე კიდევ ერთხელ ვიძახი ბატონ ნიკოლოზს და დავძენ, რომ ესეთი ადამიანები, როგორიც დღეს რუსთაველზე არიან და მათ უკან რომ დგას ეგრეთ წოდებული ოპოზიციური სპექტრი, იმიტომაც არიან პოლიტიკურად განულებუნები. ეგენი ვერასდროს ვერ შედგებიან როგორც პოლიტიკური პარტიები. ამიტომ ისინი მიიღებენ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ქართველი ხალხის ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეთანხმებით, აი ხა მე მაგალითად მინდა ერთი დღეს მთელი ამბები იყო ატეხილი 21 წლის გიორგი მინდაძეს 5 წელი მიუსაჯეს. ეხა არავინ არ მე რაღაცა ნამდვილად არ მინდა რომ ციხეში ვინმე ახალგაზრდა წავიდეს მით უმეტეს 21 წლის კაცი. წარმოგიდგენიათ ხა 21 წლის კაცმა ცოლი უნდა მოიყვანოს, ისწავლოს და ფაქტობრივად ყველაზე საუკეთესო წლებს ციხეში ატარებს. ეს არის ცუდი. მაგრამ ერთის ხრივ კი ცუდია, მაგრამ შედალოცვილო რატო ესური შენ ხალხს, შენ ხელისუფლებას, შენ პარლამენტს, აი ასე უმოწყალოთ რაღაცა იმ გარკვეულ რაღაცა ნივთიერებებს, რომელიც შეიძლება აგერ ვიცით, რომ ერთი პოლიციელი დარჩა ისე, რომ ვერასდროს შვილს ვერ იყოლიებს. ეხა ვიღაცას ხო არ გონია თქვენ გასაგებია ეს ცეცხლსროლი იარაღი არის ყველაზე მძიმე და ბომბი და თოფი და ყველაფერი, მაგრამ თქვენ ხო არ გონიათ აი ეს, რასაც ეხლა განახებთ გიორგი მინდაძე ისრო და ეს რომ მოხდეს ვინმეს რამე ისე უნებელი დარჩება. აი სწორედ აი ესეთი ნასროლით რამდენიმე პოლიციელი დაშავდა და როგორც გითხარით ერთ-ერთმა ისეთი დაზიანება მიიღო რომ ვერასდროს შვილს ვერ იყოლიებს. ეხა ამბები ატეხილი მედიაში რომ ეს პოლიტპატიმარი არის და ეს არის რაღაცა ეროვნული გმირი. რა გინდა შვილო რატო ესვრი ამას იმას პოლიციას? ანი პოლიციელმა რა დაგიშავა? პოლიციელი არის ხელისუფლება არ მოგწონს გასაგებია, მაგრამ ის პოლიციელი არის წესრიგის დამცველი. ქართველი არ არის კაცო ისა, რატო ესვრი იმას? ჩვენ სისხლი გაგვიშრო სააკაშვილმა და არავის ერთი ბოდიში და კენჭი არ უსვირია სააკაშვილისთვის, კენჭი. ეგ რო ვინმეს გაეკეთებინა, ეხა სააკაშვილის პოლიციისთვის რო ვინმეს ესეთი რაღაცები ესროლა, გაციმბირებული იქნებოდა საერთოდ საქართველოს. დახრეტდნენ ადგილზე დახრეტდნენ და მერე გამოდიან ესენი აქ როგ ზოგიერთი ტელესტუდიებიდან და დედამისი ჩაერთვება და ვაიმე ჩემი შვილი შვილები ვერ გაგიზდიათ რა ტელესტუდიებში გველაპარაკებით რა ნოტაციებს და მორალს გვიკითხავთ თქვენ ვერ გავიგებ ეს რა მონტაჟია რატო ისვრის თუ პროტესტია პროტესტი იყოს ვე ომი გინდა თქვენ თუ რა თან ის დააგდო კიდე უნდა დასროლა რა ამას რომ ისე ბომბსაც ესვრის ქვეყანას უბრალოდ ვერ იქნა ხელში ჩაგდებული ეს იარაღი თორე ჩვენ გვახსოვს ცეცხლის ალში გახვეული მთავრობის სასახლე პარლამენტი აი ესეთმა მინდაძეებმა და ესეთმა პირტიტველა მიჭებმა დაამხეს საქართველოში კანონიერი ხელისუფლება და დღესაც უნდათ ეს არ გინდა კი ბატონო იბრძოლო კანონიერი მეთოდებით რატო გინდათ ეს სისხლი რატო გწყურიათ მაგრამ ამას ყველაფერს აკეთებს დასავლეთი აი ახლა ჩვენმა ეს აუდიტის და იმ კონკრეტულად აი ვინც გრანტებზე მუშაობს იმ პიროვნებამ თქვა რომ აიო ესე იგი თუ მიზან მიმართულად მიდისო დაფინანსებაო რატო ხდებაო რომ ვინცო ადამიანის უფლებები უნდა დაიცვასო აი ესეთ რაღაცეებს ყიდულობდაო და ასეთი რაღაცეებით იყო მომავალი რა გინდა ეხლა შენ თუ ადამიანის უფლებებზე და ადვოკატირებაზე გამოყოფილი თანხები მიიღავთ აი ესეთ რაღაც ნივთიერებებს რატო ყიდულობთ გაუგებარი რატო აბსოლუტურად გეთანხმებით ახლა ყველამ კარგად ვიცით ძვირფასო მეგობრებო რომ ის ნოემბერ-დეკემბრის ეგრეთ წოდებული პროტესტი სინამდვილეში ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. ესენი იყვნენ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, შემზვრალი თავიანთ სოროებში და აკვირდებოდნენ ესენი ყავდათ ეს პირტიტველა ბიჭები გამოყვანილი წინა ხაზზე, ავანგარდში, თვითონ იყვნენ არიერგარდში, დამალულები იყვნენ
და აკვირდებოდნენ სიტუაციას თავთავიანთი სოროებიდან. აი როცა მე გამოათრიეს ესენი აი ამ სოროებიდან სამართალდამცავებმა ნიკა გვარამია, ეს ლეაკა ხოშტარია, აი ესენი მე ეს ვაშაძე, ხაზარაძე და ვინც იყვნენ აბსოლუტურად ეს ზურაბ გირჩი და აი შემდეგ, რომლებიც რეალურად ესე იგი აი ამ ახალგაზრდებს ქოქავდნენ და ნუ ერთი სიტყვით ელოდებოდნენ შესაბამის მომენტს. ჩვენ გვახსოვს ის დღეები, ის 20-21 ივნისის აუბედითი ღამე და შემდეგ ეხლა აგერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციები. მე ყოველთვის მიკვირდა ძვირფასო მეგობრებო, როდესაც 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა და ხელისუფლებამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომელიც ეუთო ოდირმა დაადასტურა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა არჩევნების ლეგიტიმურობა დაამტკიცეს, აღიარეს. ოპოზიცია იყო გაჩუმებული, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია გაჩუმებული იყო და მე მიკვირდა კიდევაც სიმართლე გითხრათ, რომ ესენი რატომ არიან? რაღაც აუბედითი სიჩუმე იყო ჩამოვარდნილი საქართველოში. თურმე ესენი ემზადებოდნენ სახელმწიფო გადატრიალებისთვის. თურმე ამას ამზადებდნენ ესენი. თურმე თავიანთი პარტიული ოფისები, შტაბები გადაქცეული ქონიათ არსენალებად და სამხედრო ბლინდაჟებად. ემზადებოდნენ გადატრიალებისთვის და დაიწყეს კიდევაც ეს გადატრიალება, მაგრამ მათ და სამწუხაროდ, მათი პატრონების დასაუბედუროდ, ქართული სახელმწიფო აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. თქვენ ახსენეთ ეროვნული ხელისუფლება და ზვიად გამსახურდია. ზვიად გამსახურდიას რო ყოლოდა ისეთი სპეცრაზმი, იმის ნახევარიც კი, რომელმაც დაიცვა ქართული სახელმწიფოებრიობა, დღეს ჩვენ შეიძლება ეს გადაცემა სოხუმიდან წაგვეყვანა, ან ცხინვალიდან წაგვეყვანა. და ის პრობლემები არ ქონოდა, რა პრობლემების წინაშეც დღეს საქართველოს დგას. და საქართველოს დღეს იქნებოდა დაახლოებით 10,000 კვადრატული კილომეტრით უფრო მეტი. საბედნიეროდ გადატრიალება ვერ შედგა, ჩაიფუშა. ეხლა ხელისუფლება გადასული არის შეტევაზე. აბსოლუტურად სწორია. ეს შეტევა უნდა გაძლიერდეს, ეს ტემპი უნდა გაძლიერდეს და ეს მეტასტაზები, კიბოს მეტასტაზები დროზე არის ამოსაკვეთი და მოსაშორებელი. ესენი არ პატივცემულო ხელისუფლება, ესენი არ გაჩერდებიან. ეს არის აგენტურა, რომელსაც აღებული აქვს ფული და მიღებული აქვს დავალება. ამათ უნდა დაამხონ საქართველოში ხელისუფლება, შექმნან მყიფე სიტუაცია, ომისთვის სასურველი სიტუაცია და შემდეგ საქართველოს შეჩურთონ იმ უკრაინის ჯოჯოხეთში. ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ასეა. დაიცავით საქართველო და დაიცავით თქვენი თავი რა. კი ბატონო. ეხლა ერთი რამე არის კიდე, ეხლა ჩვენ ნაგერ ბატონი ალექსანდრე ადვოკატია, მეც ადვოკატი ბრძანდები და რამხელა ზიანი მოუტანა ბატონო თითო ნარკოტიკების ეგრეთ წოდებულმა გარკვეულწილად ლიბერალიზაციამ, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციამ ქვეყანას. უამრავ ადამიანს, ვითომ ეს უწყინარი მარიხუანა გახდა საფუძველი იმისა, რომ დღეს მაგალითად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ხალხი ღვინისმაგივრად მარიხუანითი იმაშვება და ბოდიში და ქალი აღარ უნდა და მარიხუანითი იმაშვებიან, ტკბებიან. და მე ხელისუფლების გადაწყვეტილება მომეწანა ამთან საკითხთან დაკავშირებით, რომ გამკაცდება მოხდება ამ პოლიტიკის და უკვე ხედავთ, რომ ოპერაციები ჩატარდა ამ მიმართულებით. და ნუ ამას მოყვა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან პროტესტი. აი ხა ამ საკითხზე გამოვიდა იაგო ხვიჩია, გირჩის გირჩის ხელმძღვანელი, დიახ. დიახ, და აი ნახეთ რა პოზიცია დააფიქსირა. დღეს შემოიტანეს ხოცებმა კანონი, რითაც მილიონ საქართველოს მოქალაქეს დაემუქრნენ. აი მილიონი დაახლოებით ადამიანი მოიხმარს პირდაპირ ირიბად მარიხუანას ქვეყანაში. ესენი არიან თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, რომლებსაც უთხრებათ თქვენთან პირველ რიგში რომ აღიარონ ეწევიან. მილიონი კაცი რაღაცას აკეთებს და ეს არ შეიძლება იყოს კანონდარღვევა. მე შემიძლია გითხრათ, რომ მას შემდეგ რაც თქვენ მე მიცნობთ და იცნობთ იმ საქმეებს, რასაც სხვადასხვა ფორმით ვაკეთებ, მე სულ მოვიხმარდი მარიხუანას. და ამის შესახებ არასოდეს არ დამიმალავს ყველა ჩემმა მეგობარმა ეს იცის. მაგრამ აი ეს რო გაეკეთებინა ამ ქვეყანაში იმ ადამიანთა მეათეც მაინც რომელიც მარიხუანას მოიხმარს. რომ ამითი მას არც ხელი ეშლება განსაკუთრებულად და არც განსაკუთრებულს არაფერს არ აფუჭებს. ეს საერთოდ სხვა სიტუაცია გვექნებოდა. არც ახლა არ მჯერა
რომ ამ ვიდეოს მერე მომბაძავთ და გახდებით გულწრფელები თქვენს გარშემო მეგობრებთან. მოითხოვთ იმას, რომ თავი დაგანებონ. ამჯერად, მაგრამ გონია რომ ჩემი გასაკეთებელი და საქმელი ახლა ეს არის. გამოდით, საჯაროდ, გწვენიათ, შეუტიეთ სახელმწიფოს. მინიმუმ, იმიტომ რომ თავი დაგანებონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერ მთავრობა ყოველთვის მოინდომებს თქვენს გატყიდვას, იმიტომ რომ იმალებით. ეხლა რა არის, ცით ერთ რამეს გეტყვით რა. ეხლა ბევრი ალბათ უყურებდა ამ კაცის მიერ შექმნილ გადაცემებთან სიქს საქართველოს დაბადება. ეხლა მე ჩემი მტერიც რო იყოს ადამიანი, მე იმას არ დაუკარგავ იმ რაღაც დადებით თვისებებს, თუ კი მას გააჩნია. ეს კაცი ეხლა უჭკუო კაცი არ არის. ნამდვილად აზროვნებს და ნაკითხი ადამიანია. საჯარო რეესტში მუშაობდა ადრე სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ხელმძღვანელი იყო. და ეხა იმ იგრძნობა მაშინ, მაგრამ ამ ნიჩს და ამ თავის აზროვნებას ეს კაცი ცუდი რაღაცისთვის იყენებს. ჯერ გასაბერი ეკლესიები შექმნა. მერე ბოდიში და ამ გასაბერი ეკლესიები ტელესექსდივები დააჯილდოვა. მერე ესე იგი ბოდიში და მარიხუანის გარკვეული ის შექმნა რაღაცა სექტა და რაღაცა ეხა კაცი თუ გამოდიხარ შენ როდესაც ყველაზე არის ცუდი როდესაც აი ცნობადი და აი რაღაცა ეგრეთ წოდებული ფეის სახე აკეთებს განცხადებებს და მერე პოპულარულია და მერე აი ამ ესეთი განცხადებების ავტორი ამბობს რომ მე რაღაცა ცუდსაც ვაკეთებ მერე ეს გადამდები ხდება აი ცნობილი ადამიანის ქმედებები გადამდები ხდება ყველა ადამიანში არის ცუდი თვისება რასა ამაყუა ეხლა ეს შე რომ ისედაც ვიცოდით ეხლა შენ თუ გონია ეხლა რაღაც ახალი აღმოაჩინე ყველამ კარგად ვიცით ვინ რას აკეთებს ამ ქვეყანაზე ეხლა შეიძლება შენ კიდე ისეთი რაღაცა ბოდიში და თავარი არ გითხარი და ისიც ვიცით მაგრამ ერთი ფაქტია რა ხელისუფლებას უნდა შეუტიონ მითხარი ფაქტია დადგენილია რომ ნარკომა ეს გარკვეულწილად ეს მარიხუანა რომელიც დღევანდელი მარიხუანა განიცდის გარკვეულწილად ის აღარ არის ადრე რო ეწეოდნენ მე ცხოვრებაში არ გამისიჯა მე ვამბობ მეცნიერებისას ეს უკვე ძლიერი ფაქტობრივად ნარკოტიკული საშუალება ჰიბრიდი არის და ეს იწვევს აგრეთვე შიზოფრენიას ეს იწვევს ძალიან ბევრ ცუდ თვისებებს ელემენტარულად ეს დაკავშირებულია ჩვენ გენოფონდთანაც იმიტომ რომ ვინც ამ მარიხუანაზე ზის არც ხალი უნდა არ ჩვილის გაჩენა უნდა კაცო არა შენ თუ გინდა ბოდიში გადმოვალ ბატონო დიტო არ გვაქვს არა სახელმწიფოს კი ხელისუფლებას კი არაო სახელმწიფოს შეუძლიათო ეს უფრო უარესია ხო და მე ბევრის იმას ვერ გავიზიარებ ეს კაცი რო ცაში აკყავდათ ეხა მოგწონთ ეს კაცის პოზიცია მოგწონთ გასაბერი ეკლესიები რომელიც ამ კაცს და კაცი რო გამოვიდა და ჩემი პატრიარქიო ამერიკის ელჩი არისო და ეს კაცი იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი იცი რა ქართველი კაცი ყველა ნიჭიერია და ყველას აქვს ტვინი მაგრამ ამ ტვინს რისთვის გამოიყენებს ეგ არის ყველაზე მთავარი და შედალოცილო რა სახელმწიფოს უნდა შეუტიო რა გინა ეხლა უამრავი უბედური შემთხვევა მტკვარში რო ხდება ის მანქანები თქვენ ხო არ გონიათ ის ხალხი მართლა ბოდიში და ფხიზელია უამრავი უბედური თქვენის აი ქალთა მიმართ ძალადობები რო ხორციელდება მე ხმას ვიმაღლებ რომ ზოგჯერ ბევრჯერ უკანონოდ ხდება მეთქი მაგრამ ხშირ შემთხვევაში სწორედ აი ამ ნარკოტიკული თრობის ქვეშ არიან ის ადამიანები ვინც ქალზე ძალადობს ვინც დანაშაულს ჩადის რა სახელმწიფოს უნდა შეუტიოთ ვერ გავიგე აი გაუგონარია ბატონო ლექსი აქ კიდე მე მინდა მიმართო იაღულ ხუჩიას რა რომ აი შენაირი ადამიანები რომ იძახიან რომ პოლიტიკაში უნდა ვიყოთ აი ეს არის უკვე დიდი მარაზმი და დიდი ნონსენსი რა და დიდი ამაზრზენობა რასაც შენ ქადაგებ აი ამ და ცდილობ რომ შეს პლატფორმა გამოიყენო რაც არის პარლამენტის მანდატი და ძალიან კარგია რომ მომავალ წელს და ეხლაც აღარ ხარ პარლამენტარი და უფრო ნაკლები შესაძლებლობა გექნება რომ ქართველ ადამიანს შენ მოუწოდო და სხვა ისეთი ღირებულებებისკენ უბიძგო რა ღირებულებებსაც ამდენ ხნის განმავლობაში უბიძგებდა ეს ადამიანი დიახაც რომ შენი ბრალია რომ თუნდაც აი ეს მილიონი ადამიანი რომელიც თავად შენ თვითონ გააჟღერე რომ ნარკომომხმარებელია
დიახაც რომ შენაირების ბრალია, როდესაც დღესდღეობით ნარკოპოლიტიკაში, ესე რომ ვთქვათ, წახალისებულები იყვნენ. ბატონი ლექსო ჯვარსაცოს მილიონი კაცი რო თქვი, თქვენ არ არის სწორად. რა ვიცი, ეს კაცი იძახის თვითონ, მაგრამ არ ამგონია მართლაც მაკელას იფრიო. ანუ ფაქტია რომ თუ მილიონი ნარკომანი ყავს საქართველოს დაქცეულა. ფაქტია რომ მილიონი ნარკომანი ეს თქვენ ხوار ეხუმრეთ. ბატონ ნიკოლოზ, ნახეთ, ფაქტია რომ დღესდღეობით სახელმწიფო დაიწყო ძალიან მკაცრი პროპაგანდა და მკაცრი პრევენცია ამ ნარკოდილერების მიმართ და ნარკომანების მიმართ ზოგადად და იმდენ დღეში იწერენ დაახლოებით ბატონ ნიკოლოზ დაახლოებით იწერენ 50 კაცს დღეში ეს რომელიც ესე ვთქვათ სუყვე ეგრეთ წოდებული ნარკო ანუ ბარიგები არიან ეგრეთ წოდებული საზოგადოებისთვის რომ გასაგებ ენაზე ვისაუბრო. ეს არის ბარიგები. ყოველ დღე რომ 50 ბარიგას დაიჭერ ასეთ პატარა ქვეყანაში, ესე იგი ცუდად არის შენი საქმე. კატასტროფული სიტუაცია. აქედან გამომდინარე, ესეთი ადამიანები, ესეთი პოლიტიკოსები, ხო, ყველგან. აი ხა პირველ რიგზე მე ვერ გავიგე, რატო უნდა იჯდეს ეს კაცი? ყველა საინფორმაციო კარია ღია ამ ადამიანს და ჩემთვის ყოველთვის გაურკვეველია და ყოველთვის პროტესტის ესე ვთქვათ შემცვლელია რომ იაგო ხვიჩიამ რატო უნდა უკითხოს საზოგადოებას რაღაც მორალი ან თავისი აზრი რატო უნდა მოახერხოს, როდესაც ეს ადამიანი მთავარი ესე ვთქვათ სათქმელი მისი არის რომ უნდა გაირყვნას ქართველი ერი, უნდა გაბრუდეს, გაბუჟდებს და თვითონაც იძახის რომ მე გაბუჟუებული ვარ, ანუ გაბრუებული ვარ და აი ამ გაბრუების საფუძველზე გესაუბრებთ. ანუ ნარკო მომხმარებელი ვარ და როდესაც ნარკო მომხმარებელი ვარ, შემდეგ ვაკეთებ საქმეს. და ესეთ ადამიანზე რატო უნდა იყოს ჩვენთვის ესე ვთქვათ რაიმე ფორმით წამახალისებელი მე კითხვას უსმამ ყველა იმ ტელევიზიის ესე ვთქვათ მენეჯერებს რომლებიც წყვეტენ თუ ვინ უნდა გავიდეს ეთერში ანუ რა სარგებელი მოაქვს მაგალითად იაგო ხვიჩიას ნააზრებს და ესე ვთქვათ მონათხრობს ოდესაც თქვენ სწორად აღნიშნეთ ხო მისი წართული მხოლოდ და მხოლოდ აგებული იყო იმ პროპაგანდაზე რომელიც ყოველთვის იყოს ანტისახელმწიფოებრივი ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი თუნდაც იმ მოიგონა რომ სამღვდელო თუ ვითომ და სამღვდელო და ეპისკოპოსი გახდებოდი თავიანთი სექტის წარმომადგენელი თუ გახდებოდი იქ რაღაც ჯარში აღარ წახვიდოდი და ეს ყველაფერი იყო ანუ სახელმწიფოებრივად ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები მისი მხრიდან თუნდაც ეს თქვენ რო გასაბერი ეკლესია ახსენეთ ხო მსგავსი ანუ ყველანაირად ცდილობდნენ რომ ფასეულობებს ანუ სახელმწიფო ფასეულობებს დაუპირისპირდნენ და ეს არის აი ამის ესე ვთქვათ ამის ესე ვთქვათ შემქმნელი აი ამ იდეების აკუმულირება ხდება ამის საფუძველზე და შემდეგ ვიღაცები რა თქმა უნდა იყოლიებს ახალგაზრდებს ძირითადად ახალგაზრდებს იყოლიებს ხო აქედან გამომდინარე მე მიმართავ იაგო ხვიჩიას რომ შემირცხვენია შენაირი პოლიტიკოსი პირადად ვიძახი და აი მარაზმია რა მე ის მახსენდება როდესაც პატიმრის მშობლები იქ პარლამენტის წინ იდგნენ და რაღაც კონკრეტულს პატიმრების უფლებების დაცვას ითხოვდნენ და შენ ერთი ხმა არ მოგიღია, ერთი პატიმრის უფლება არ დაგიცვავს და შემდეგ უკვე როდესაც დაინახე რომ ეს თემა შესაძლებელია აქტუალური ყოფილიყო, შემდეგ დაიწყა ამ თემით სპეკულირება. ანუ აქ უკვე შენი პირადი მე წარმოჩინდა რომ ყველანაირად ცდილობთ რომ არათუ ისეთი აქტუალური თემები შეეხო, რომელიც მართლაც საზოგადოების მნიშვნელოვანი, არამედ ისეთ დროს და ისეთ მომენტში ცდილობ რომ ისეთ თემები შეეხო, რომელიც საზოგადოებისთვის სენსიტიურია და ანტისახელმწიფოებრივია. გეთახმებით. არ ვიცი, აი სასწაულია ბატონო დიკო. აი ეს კაცი რატო უნდა იყოს ყველა ტელესტუდიაში? მე მას ვიცნობ. ის არის ძალიან ნიჭიერი. არა, ცნობით ხა ყველა მეც ვიცნობ. ის არის ძალიან ნიჭიერი ადამიანი. გეთახმებით თქვენ ნიჭიერი ადამიანი, მე ვარ გაოგნებული, ну მას ქონდა გარკვეული ესეთი რაღაც პროვოკაციული გამოხდომები თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე, როდესაც ის რაღაცნაირად საზოგადოების პროვოცირებას ცდილობდა და გასაგებია ეს მეთოდოლოგია გარკვეულწილად რომ ცდილობდა ის რაღაცნაირად თავისი ადგილის დამკვიდრებას და შემდეგ, მაგრამ ეს არის გამაოგნებელი ბატონო იაგო. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. რა სახელმწიფო შეუტიონ? ვინ უნდა შეუტიონ სახელმწიფოს? ნარკომანებმა უნდა შეუტიონ სახელმწიფოს, კაცო? კი, მაგრამ ეს ქართული სახელმწიფო, თქვენ ის ხო არ გონიათ, კაცო, ისა მოკრივეების ეგრეთ წოდებული გრუშა, მსხალი. რომ ყველამ უნდა უბაგუნოს რა, იქე მარჯვნივ და მარცხნივ. აპერკოტები თუ ჰუკები.
ეს ქვეყანა, ეს პატარა ქვეყანა, რომელიც მართლაც ქრისტეს კუნძულია, აი ამ აბობოქრებულ ისლამური წყვდიადით მოცულ ხმელეთის პატარა ნაჭერზე, ეს მართლაც ქრისტეს კუნძული, გავიმეორებ. ეს თქვენ კარტში ხო არ მოგიგიათ, ვერ გავიგე. იმეტებ თქვენ ამ ქვეყანას, რა სახელმწიფოს უნდა შეუტიონ, რა სახელმწიფო, ესე იგი ამ ქვეყანას უტევს ყველა. მე გაოგნებული ვარ, ესე პოლიტიკოსები, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის წარმომადგენლები, ესე იგი, რომლებიც არიან პირდაპირ აგენტურა, აი ნომრიანი აგენტურა, ესე იგი, ზოგი ვაშინგტონში, ზოგი ეს ნატალია საბანაძე და ის ვანო ჩხიკვაძე ვაშინგტონიდან უტევენ პირდაპირ სახელმწიფო დეპარტამენტიდან იქ ესე იგი თავიანთ ქვეყანას ესე აბეზღებენ იქა ეს კონდოტიერები, ეს გამყიდველები ესენი. ეს თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, ეს ვაშაძე, გვარამია, დადიანიკ ბრიუსელის ტალანებში, სტრასბურგში და იქედან ესე იგი მტრობენ და ძირს უთხრიან ამ ქვეყანას. ეხლა კაცო ეს იაგო ხვიჩია გვაკლდა. იაგო ძმაო ეგრე სად არის? ეხლა ნარკომანები გინდა მიუგსიო ამ ქვეყანას კაცო. აქეთ იაფარულავა იძახის გდანში მიტინგები უნდა ჩავატაროო და ნუ თავის ჭკუის ხალხს უხმობს. ხო და არ ვიცი ხა რამდენი ადამიანი გაყვება ამ იაფარულავას ამ გდანში, მაგრამ ნუ კარგი იყო ისე კახეთის ბენახებიდან დაეწყო მიტინგები, მაგრამ ნუ ეხლა აღარ მინდა ამ სივრცეებში შევიდე რა. დაბერდა ბატონო. ხო, ნუ ახლა კი შეიძლება დაბერდა, მაგრამ ბატონო ლექსო ალხანას ჩალხანა არ დაელევაო, ნათქვამია და ეხლა ყველას გამოუჩნდება პატრონი. ესე იგი ამ საქართველოს ყველა ებრძვის და ეხლა ჩემთვის ჩემო იაგო ძმაო გენაცვალე ჩვენ ამდენჯერმე ვქონია საგაზეთო საუბარი და ჭკვიანი კაცი ხარ, მოაზროვნე კაცი ხარ და არ გეკადრება. არ შეიძლება ეხლა მე არ გადავალ ანძღვაგინების რეჟიმში იმ ჩვენს ურთიერთობას რაღაცნაირად ჩვენ ერთმანეთის ზარებს პასუხობ და მე პატივს ვცემ, მაგრამ ეგ რა სათქმელია, რა სახელმწიფოს უნდა შეუტიონ, ვინ უნდა ნარკომანებმა უნდა შეუტიონ სახელმწიფოს. არათუ კი არ უნდა შეუტიონ, პირიქით სახელმწიფომ უნდა შეუტიოს აქეთ. ან მოსაწონი რა არის? აი რატო არის ეს თემა ისეთი აქტუალური, რომ პოლიტიკოსი უნდა გამოდიოდეს და ამის აქტუალიზაციას ადამიანი რომელიც მოიხმარს აქ და ანუ მე გამოდივარო ვეწევიო და თქვენც ხო ეწევითო და მოდიო ერთად დავდგეთო და ამისთვისო ვიბრძოლოთ. იაგო ძმაო, თქვენ უნდა აგეკრძალოთ, მე გეუბნებით და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. თქვენ ეს რადგან ნუ ახლა ჩვენ კი ვიცოდით რომ თქვენ ეწეოდით ამას და გასაგებია და კულტივირებას ეწეოდით და დარბოდით იქ რაღაცა ისე ადამიანი ეწევა რატომ უნდა იყოს ესეთი ადამიანი წახალისებული ანუ კულტივირებას კარგი რა არის კულტივირებას ეწეოდნენ იქ ეგრეთ წოდებული პლანი რო დათესეს ხო ვიცით ჩვენ არა გასაგებია მაგრამ არ შეიძლება რომ ეს თქვენ უნდა აგეკრძალოთ მე მგონია პოლიტიკური საქმიანობა ამის პროპაგანდირება მოახდინოს ეს არ არის ეს უნდა მე აპირებთ ანუ როგორც რასთან ვაპირებ როგორც პროსტიტუცია არა ეხლა მე ვერ გავიგებ ნარკომანია ერთი წამი ბატონო ეხლა მე არ ვიცი ამ კაცს შვილი ყავს თუ არა და ოჯახი ყავს თუ არა თქვენ როდესაც ამ გაცხადებას აკეთებს რომ მეო აი ამ გადაცემებს რომ აკეთებდიო პლანის ქვეშ ვიყავიო თქვენ ამითი თქვენ აცნობიერებთ რომ უბიზგებთ უკვე იმ ადამიანს რომ ესე იგი ეგეთი რაღაცა მოწვევთ რომ ეხლა ეს გადაცემები ეხლა გემოვნების საკითხია მაგრამ ეხლა თლა ცუდი არ ყოფილა ვიღაცებს მოწოდა ვიღაცას არ ესე იგი რასეუნება იცი რომ აი მე რო ვარო რაღაცა წარმატებულიო იმიტომ ვარო რომ ამას პლანით ვაკეთებ ხო და ესე იგი შენ ეუნები ახალგაზრდებს რომ იცი რა არის ეს პლანი კაცო კარგია მიდი მიაწექით რა მოწიეთ და კარგად წავა ჩვენ თქვენი საქმეებიო მე პირდაპირ მე მოუწოდებ ხელისუფლებას მე მოუწოდებ ხელისუფლებას რომ დაიწყოს სისტემატიური მოულოდნელი კონტროლები დაიწყოს პოლიტიკური ლიდერების, პოლიტიკური პარტიების, აი ლიდერშიპის სათითაოდ მოხდეს მათი შემოწმება მოულოდნელად ეს გამგეობებში იქნება, პარტიულ ოფისებში იქნება, მერიებში იქნება, საკრებულოებში იქნება, პარლამენტში იქნება. მე როგორც ვიცი, მარიხუანა დაახლოებით ბატონ ლექსო ზუსტად მე მგონი ერთი თვე არ გამოდის ის ორგანიზმიდან. როგორც კი დაფიქსირდება ნარკოტიკული თრობა მარიხუანათი სამუდამოდ პოლიტიკური მოღვაწეობა და პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება. დანარჩენი ახლა ირბინოს რა და ბალახი გათიბოს, ხედარგოს და ეკლესიაში იაროს, ოღონ არა გასაბერში და ცოდვები მოინანიოს. როგორ შეიძლება თქვენ სახელმწიფოს ბედი ვინმე განდოთ? თქვენ ყოფილხართ ნარკოტიკებისგან გაბრუებული, მარიხუანის თრობის ქვეშ.
და თქვენ როგორ შეიძლება სახელმწიფო განდოთ კაცმა ნებისმიერ თქვენგანს რომელ გადაცემაზეა ლაპარაკი და რომელ პარლამენტზეა ლაპარაკი და საერთოდ თქვენ ტრიბუნა არ უნდა გქონდეთ ბატონებო როგორ შეიძლება თქვენ ტრიბუნა გქონდეთ თქვენ ყოფილიყართ ნარკომანები ხო და ნუ ახლა ნარკომანები ჩვენ ამ საქართველოს ნარკომანებმა საქართველოს ერთხელ დაღუპეს ჩააბარეს ნარკომანებმა სოხუმი ჩააბარეს ყველაფერი გადაწვეს რუსთაველი გადაწვეს სამეგრელო დააღუპეს ქვეყანა დააქციეს ახლა დაპატარავებული საქართველოს თბილისი ქუთაისის ტრასა გორთან გვიჭირს ცოტა თუ ორჭესანთან გადმოწევს რუსი ვეღარ ის ტრასაც გაწყდება აი ნარკომანებმა ქნეს ეგ ზუსტად ნარკომანებმა ქნეს ზუსტად ესა ნარკომანებმა დაამხეს ვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება და ნარკომანები მოვიდნენ ხელისუფლების სათავეში 92 წლის 6 იანვარს ის ხელისუფლება იყო ნარკომანების ხელისუფლება და ჩვენ რა გვინდა ეხლა დღეს იაგო ხუჩი ეუბნება ნარკომანებს რომ სახელმწიფო შეუტიეთო ეს არის მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის რო იცოდეთ ბატონო დიტო ერთ რამეს გეტყვით ბევრი ნარკომანი პირიქით არის გარკვეულწილად სინანულს გამოთქვამს და იმას კი არ ამბობს მე რა მაგარი ვარო ამბობს რომ ცუდია ნეტავ დამანებებინაო ხო ნეტავ დამანებე ებძვის ამსეს ესე ადვილიც არ არის მე ბევრ ადამიანს ვიცნობ რომ სინანულის ქვეშ არის ებძვის და იმას კი არ იძახის რომ რა კი არა ამაყობს სამითი ეს სენია ეს გასაგებია კი ბატონო თვითონვე იძახიან და ეს გამოდის ეს ამაყობს რომ აი მეო რო ვაკეთებო ამ საქმესო ესო კარგი არის ეს კი საამაყო არის რა ხო და ეს ეხლა მთელი უბედურება იცით რა არის ეხლა იაგო ხუჩია კაცი არის და ჩვენ ვიცით რომ ქალებიც არიან ეგეთ მდგომარეობაში ეს იაგო ხუჩია მაგიარა რომ მეო კიო ასეო ვეწევიო და მარიხუანასო მაგრამ ჩვენ გვყავს ქალი ნარკომანი პოლიტიკოსები ესენი უნდა შემოწმდნენ აუცილებლად მე არ მინდა ხა გვარები და სახელები დავასახელო მაგრამ შეხედეთ ძვირფასო მეგობრებო მათ ფიზიონომიას რამდენიმე ქალბატონი სხვათა შორის გამორჩეულად სიმპათიური ქალბატონები არიან გამორჩეულად სიმპათიური ქალბატონები არიან ისინი ახლა თავში რა უყრიათ ეს ცალკე თემა მე გეუბნებით აი წმინდა ვიზუალურ მხარეს გულისხმობ და აი ისინიც დიდი ეჭვი მაქვს და მთელი ქალაქი ამაზე საუბრობს რომ ისინიც არიან ნარკომანები და ასე რომ კი მაგრამ ამ ნარკომანებისგან დაიშვენო სამქვეყანამ რა და არ გვინდა იაგო ძმაო გენაცვალე ეხლა კიდე წახეზება არ უნდა რა რომ არ იქა ნარკომანებო სახელმწიფო რა სახელმწიფოს უნდა შეუტიონ კაცო პირიქით მოუწოდებ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლებას შეუტიეთ ამ ნარკომანებს რა აი ხა ერთ რამე მინდა ვთქვა მე გითხარით ძალიან ისეთი კარგი თემით დავიწყეთ გადაცემა მაგრამ სამწუხარო თემაც გვაქვს და ამაზე რო არ ვილაპარაკო არ შეიძლება. ესე იგი, მე არ ვიცი, ძალიან უშნოდ შეგვიჩნდა ეს მარეგულირებელი კომისია. ჯერ იყო და ესე იგი, მე არ ვიცი, გინდა თქვი ისე, გინდა თქვი ასე, ეს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. ასკვია დაკავშირებული ხელისუფლებაა კაცო. ხო, ნუ რა თქმა უნდა არის, მაგრამ ნუ ეხა იურიდიულად სად ხელისუფლება არ არის, ეხა რომ მაგიტო ვიძახი, დაკავშირებულს იმიტომ ვიძახი. ესე იგი, დაგვაჯარიმეს იმიტომ, რომ აქ ერთ-ერთმა სტუმარმა არ მინდა ეხა ლაპარაკი, ცოტა ისე რაღაცა გადაამეტა მაგათი აზრით. მე ვფიქრობ, არაფერი არ გადაუმეტებია. არც არავის უჩივლია, არც არავის საჩივარი შემოუტანია დაგვაჯარიმეს 2500 ლარით. ეხა შემოიტანა საჩივარი ჩვენს წინააღმდეგ TV პირველი ჟურნალისტებმა ნატალია ქაჯაია, ნანუკა ქაჯაია, მარიამ გაფრინდაშვილმა. და ერთ-ერთი გადაცემის გამო, სადაც იყო საუბარი 30000 ლარი რო მისცა ამ ნანუკას იმან რა ქვია თემურ ჭყონიამ ჩვენ სიუჟეტის მარიამ ესე იგი იმას ნათია ბერიძეს რო ელაპარაკება ჭყონია რომ მეო კიო მივეციო და ჩემთანაც იმეგობრეო შენო და მეც მოგცემო შენცო რა ეუნება ნათიაბე ჩვენ ამაზე გქონდა ლაუბარი მე და დიტო ვიყავით მაშინ გადაცემაში და მაგაზე ვსაუბრობ ესე იგი დღეს იყო კომუნიკაციის კომისიის მოსამზადებელი ხდომა და ნუ შემდგომში 17-ში ჩაინიშნა პროცესი და მე ხა მინდა ერთი რამე თქვა ვიღაცების გასაგუნად. Დიმ ბიზაგნიან იბივაეთ. ცეცხლი კვამლის გარეშე არ არსებობს, თუ კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. და ეს საეჭოა ეს ყველაფერი, რომ
უბრალოდ ესე იგი არავინ მომჩივანი არ იყო დაგვაჯარიმეთ ეხლა ამ ტევ პირველის ესე იგი მიიღეს წარმოებაში და არც იყო მისაღები და მე ვფიქრობ რომ ამას ყველაფერს ძალიან ცუდი სუნია ազდის ეს იმიტომ ხომ არ ხდება რომ ჩვენ ერთადერთი ტელევიზია დავრჩით ამ ქვეყანაზე რომელიც ლაპარაკობს რომ რუსულ-ქართული ურთიერთობები უნდა აღდგეს ამის გამო ხო არ არის იმიტომ რომ არსებობდა ერთი ტელევიზია სოლიდარობა რომელიც გააქრეს მარტო ინტერნეტში მაუწყებლობს მათ არც ფინანსური პრობლემები აქვს დიდი და არაფერი გააქრეს დარჩენილი ვარ ჩვენ ეხლა ვიღაცები ლაპარაკობენ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე განა არ ლაპარაკობენ მაგრამ ჩვენნაირი ინტენსივობით არავინ არ ლაპარაკობს და მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს ხელისუფლებაში რო არის რა გინდათ თქვენ ვერ გავიგე ჩვენ რას გვერჩით არა ვერ გავიგე თქვენ აგერ ტევ პირველის ეთერებიდან კაცო პირდაპირი მოწოდებებია სახელმწიფო გადატრიალებისკენ ერთ-ერთი ბოდიში და ტელესექს დივა ეუნებოდა ხაზარაძეს რომ უნდა აჯანყდეთო თქვენაო და მე მაინტერესებს იმის მაგივრად რომ ტელეკომპანია კი არ უნდა დაიხუროს პასუხისგებაში მიეცეს ამათი პასუხისგებლობის საკითხი არ დგება და ჩვენ გვერდჩით კაცო მე მახსოვს ერთხელ იყო ესეთი ლოზუნგი კანცელარიასთან ძირს შევარდნაძის არძიბას ნახმარი შევარდნაძეო თქვენ რა გინდათ რომ ტევ პირველის მოგვიქციოთ ჩვენ და ტევ პირველის მე ძალიან კარგად ვიცით რომ რაღაცა ეჭვები რაღაცა ხმები მომდის რომ ეს ტევ პირველი რაღაც დაკავშირებული არის თქვენთან მე ვიცი რომ ხელისუფლების პოზიცია ერთიანი შეიძლება არ არის რომ ეხლა ჩვენ პრობლემები შეგვიგვდას მაგრამ ამ ხელისუფლებაში არის რაღაცა უცხო ქვეყნის ძალები და აგრეთვე რომ ისეთი ძალები რომლებიც ურევენ სიტუაციას იმიტომ რომ დავინახეთ რამდენი ძალოვან სტრუქტურაში აღმოჩნდა ეხლა ის რომ გაიქცა იქ იმაში რაგვარია ისა გედედეს ის რომ იყო რა ქვია მოადგილე შაიშმელაშვილი უშიშროების სამსახურის ასევე მაღალჩინოსნები იყვნენ ასევე სხვადასხვა ძალოვანის მერიის მე სულ არ გამოვრიცხავ რომ ეს ყველაფერი აქ მიდის რო ვერ გაიგებ ტევ ისა რა ქვია პირველი არხი რას ლაპარაკობს და საერთოდ აჭარა რას ლაპარაკობს აჭარის ტელევიზიით გამოვიდა ჟურნალისტი და თქვა რომ როგორცო ქრისტიანული დღესასწაულებები არის უქმედღეო ასევე უნდა იყოსო მუსლიმური დღესასწაულებიო ესაო რა ქვია უქმეო აი ეთნიკური შუღლის გაღვივების გამო ამ ჟურნალისტს კი რა ტელევიზიას დავხურავდი საერთოდ მე მუსლიმებს პატივს ავცემ მაგრამ არც ერთ მუსლიმანურ ქვეყანაში ჩვენს გარშემო არ აქვს დღესასწაული ქრისტიანული უქმე მაინტერესებს ეხლა აზერბაიჯანში თურქეთში ქრისტიანული დღესასწაულები უქმეა და გამოდის ვიღაცა გოგონია სახელმწიფო არქიდან მე ფულს უნდა უხდიდე იმას რომ გამოვიდეს აქ პროვოკაციული გაცხადებები აკეთოს და ეთნიკური შუღლი გააღვივოს და ჩვენ გვერდჩით კაცო ჯერ ტელეიმედმა იმას და გვიჩივლა მე ესე იგი ტევ პირველმა ერთი პატარა ტელეკომპანია არის გორში ერთი ტელეკომპანია იმედის კამერის სტოლფასი არის ფასიღის ჩვენი ტელევიზია მთლიანად მაგრამ რატო გვერდჩიან იცი ეშინიათ ჩვენი თორე თქვენ როგორ ფიქრობთ რატო შემოიტანდა ტელეიმედი რატო შემოიტანდა ეს ტევ პირველი იმიტომ რომ ჩვენ აეხა გადახეთეთ რამდენი ადამიანი გვიყურებს იცი ამ წუთას აეხლა ამ გადაცემას მაგალითად YouTube არხზე გეტყვით ეხლა აეხა გადავრთავ გეტყვით 1500-მდე ადამიანი პირდაპირ ეთერში მარტო უყურებს ამ გადაცემას პლუს ტელევიზიაში რამდენს უყურებს სოციალურ ქსელებში ერთ-ერთი მაღალი რეიტინგი გვაქვს და აღიზიანებს ეს ყველაფერს და თან აი ყველაზე მთავარი რატომაც არის რეიტინგის გამოთლათ არა უბრალოდ რეიტინგი არის რა თქმა უნდა მაგრამ აქ არის რუსულ-ქართული თემატიკა მე ამას ვფიქრობ იმიტომ რომ საქართველოში საკმაოდ ძლიერია ჩვენი მეზობელი ქვეყნის გავლენები და მარტო დასავლეთს ნუ დავაბრალებთ იმაში რომ ანტირუსული განწყობილებები სუფევს ესე იგი იმის მაგივრად ფორმულას და ტევ პირველს სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობიდან გამომდინარე საერთოდ აეგზალო საქმიანობა ბუზი არაუფრენიათ არავის მიმართ პირიქით და ჩვენ მოგდრენ კაცო და ჩვენ გვერდჩიან რა უნდა დახურვა ეხლა გეტყვით მეორე არის 10000 მე ლიცენზიის გინდათ ჩამორ წარიღე ტელევიზია კი ბატონო მე ეხლა მუშაობთ აი მანქანა ესე იგი რო არის აი სიჩქარეები ხო აქვს მესამე სიჩქარით იმიტომ რომ რაღაცების გამო ლავირების განხორციელება მიწევს ეხლა რატომ მაგას ვერ გეტყვით მე ჩემი შესაძლებლობების 50%-ს ვახორციელებ ამ ტელევიზიაში
იმიტომ რომ რაღაცეების ანგარიშის გაწევა მიწევს. თქვენ მიიღებთ 100%-იან მაშინ გარკვეულწილად ამოქმედებას. გინდათ ეგ? და მე კიდე ერთი რამე იცოდეთ. მე არასდროს არ ყოფილი ვარ ამ ხელისუფლების ტერი. პირიქით მე დამიპირისპირდნენ იმის გამო, რომ ვთქვი, რომ აი მაგალითად ხელისუფლებას აქცია რო აქვს, ხარი დაუჭირეთ რაღაცა და პირიქით გამოვდიოდი და ამის გამო ცეცხლი და გოლგოთა და ის გავიარეთ ჩვენ. იცით რა არის? თქვენ თუ გინდათ თქვენ რო ყავდეთ ისეთი ურეიტინგო არხები რო ყავთ სამთავრობო, რომელსაც კაციშვილი არ უყურებთ, ყავდეთ, მაგრამ ეს არის თქვენთვის ცუდი. ჩვენი ტელეკომპანიის დახურვა გამოიწვევს თქვენს სიკვდილს პირადად გეუბნებით და ხელისუფლების დემონტაჟს და რატო? აი, როდესაც ადამიანი მაგალითად, აი ადამიანი არის ცუდად, ხო? თუ კი ის არის ომავს წნევას, არის სვამს წამას, ის შეიძლება მოკოდეს, ხო? როდესაც ჩვენ გაფხიზლებთ, თქვენ გეუბნებით, რომ აბა ესექენით, აბა ესექენით და თქვენ ამას იღებთ, იმიტომ რომ ვიცი მე ამას უყურებ და რეაგირებები დამხედავ. ამით ჩვენ ვაკეთებთ კრიტიკულ, ასევე საქმიან საქმეს. თქვენ როდესაც თუ ყველას გააჩუმებთ, ვინც რაღაცა კრიტიკული იქნება, თქვენ ერთშვენიერ დღეს მოკოდებით, იმიტომ რომ თქვენ იქნებით ნირვანას მდგომარეობაში. თქვენ აი გეკდებათ განცდა იმისი, რომ ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი და გამოგეპარებათ. აი წნევა როგორც გამოეპარება ადამიანს და დაარტყამს და გლიჯავს გული ან და რაღაცა, ისე გამოგეპარებათ ეს ყველაფერი. და ჩვენ მტრები არა ვარ და ჩვენ გვერდით კაცო, ეს კომისია, რომელიც ხელმძღვანელი არის ბექაური, მე არ ვიცი დღეს მე ავდექი და თქვი, რომ არაფერი აქ არ არის, მეთქი რეალურად ეხლა აი TV პირველის საჩივარი არის სიგიჟე. არავით არ იქ არაფერი არ არის. ესე იგი იქ არის, ესე იგი ბატონმა თვითონ რატო იხმარა სიტყვა მარიამ გაფრინდაშვილი რომ მოვიდა ჩემს იმაზე რაღაცა ღონისძიებაზე და ისეთ მდგომარეობაში და ისეთ იმაში იყო ვეღარ გავაგზელეო ჩვენ თურმე ამის გამო უნდა დავისაჯოთ. ხო, მართლა ესე იყო და რა ეხლა დეტალურად ხო არ მოუყვები იქ რა როგორ მოვიდა და რანაირად მოვიდა კაცო. არა, არავის სექსუალური ცხოვრება ჩვენ არ გვაინტერესებს. ვინმე თუ არის TV ბორდელი, ეს არის პოლიტიკური ბოდიში და თავი შეფასება. მე სულ არ მაინტერესებს, სარი გითხრიათ ერთ ადგილას, სულ არ მაინტერესებს თქვენი სექსუალური ცხოვრება. ჩვენ ბოდიში და პირზე სკოჩს ვერ ავიკრავთ. რაღაცა შეფასება უნდა გავაკეთოთ ჩვენ მოვლენების. მაგრამ როდესაც საქართველოში ერთ-ერთი მდიდარი კაცი, უმდიდრესი კაცი, ჭყონია, ამბობს რომ მე ქაჯაიას და გაფრინდაშვილს მეგობრულად ვაძლევ 30000 ლარსო. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს მეგობრულად ვაძლევ ტელეჟურნალისტებს მეგობრულად ვაძლევ 30000? რას ნიშნავს ეს? ბატონო ლექსო, ძალიან ცნობილი იურისტი ხართ, რას ნიშნავს ეს? იურიდიულ ენაზე რას ნიშნავს? იურიდიულ ენაზე ეს მოსყიდვაა, გალას. ხო, მოსყიდვაა. ამით უნდა დაინტერესდეს თუ არა შესაბამისი ორგანოები? აუცილებელია. რატო არ დაინტერესდნენ? ანუ ხა მე არ ვაქვს ინფორმაცია, შეიძლება დაინტერესდნენ კიდევაც, მაგრამ რო ყოფილიყო გავიგე. არაფერი. კაცი პირდაპირ ეუბნება ნათია ბერიძეს, ჩემიო მეგობრები, მეგობრობენ ჩემთანო და 30000 უხდიო, ერთსაც და მეორეზე, იმეგობრე თქვენო და თქვენც მოგცემთო. რას ნიშნა? იურიდიულად რას ნიშნა? აი თქვენ რო იყოთ გენერალური პროკურორი ქვეყნის, როცა ამას აცხადებს საჯარო პირი, ამოდენა კორპორაციის პრეზიდენტი, Coca-Cola ბოთლერ ჯორჯიას გენერალური მდივანი, რაგვარია კაცო ეს ჭონია. ხო. აი ამას ამბობს მოქმედი ტელეჟურნალისტების მიმართ. ქვეყნის გენერალური პროკურორი ხარ თქვენ. აი რა გადაწყვეტილებას ღებულობთ ამასთან დაკავშირებით? არა, მე ერთი რამე ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ TV პირველმა თუ საჩივარი შემოიტანა ხელისუფლება რა შუაშო. გეტყვით რა შუაში. როდესაც ესე იგი შენ ერთი გასაქანი არ ექნება ახლა თქვენ სწორედ ერთი წამით გეტყვით თუ გასაქანი როდესაც 1-2 კვირით ადრე თვითონ არავინ მომჩივანი არ არის და შენ რატო ეს აღძრავ არა ეს ტენდენცია არის უკვე უკვე არავის არ შეუტანია საჩივარი ადგენენ დაიწყენ ამა თქვა გამოკლება და დაგვაჯარიმეს რის გამო კაცშვილი არ იყო ჩვენი მომჩივანი ეს უყურეთ ეს არის და უკვე უცბად მეორე საჩივარი შემთხვევით არაფერი არ ხდება და მე კარგად ხვდები საიდან უბერავს საკარი და მე ერთი რამეა კიდე იცით თქვენ თუ გონიათ ეხლა საქართველოში ამით ვინმეს პირს ამოუკერავ ძალიან ცდებით იმიტომ რომ სოციალური პლატფორმა გაცილებით უფრო დიდი არის YouTube, Facebook და 1000 სხვა
გესმით და იქ ხელისუფლების გარკვეული შტო, გარკვეული შტო. შიდა დაპირისპირებებია იქ არის ერთ სიტყვით მედიას სფეროს ხო კურატორი არის იქ ვიღაცების მოკლედ არის ის თელი ამბები მოგედაონ ანუ ახლა ფაქტი არის ბატონო ხა მე რატო ერთი წამით რატო ამ ხელისუფლებას დაახლოებულმა კომუნიკაციის კომისიამ რატო გამოიტანა გეკითხებით არავინ მომჩივანი არისო რატო აი ეგ არის ბატონო ერთი წამით გეკითხებით რატო ხო ნუ ეხა მე საქმის მომჩივანი არისო საქმის სიბრული გეუბნებით საქმე არის აგე რატო გამოიტანეს გადაწყვეტილება როცა არავინ მომჩივანი არისო რატო მიიღეს ამ ტევ პირველი საჩვე ესე იგი ტევ პირველი თუ და დაგვსაჯოთ ჩვენ წესი ტევ პირველი თქვენ უნდა დასაჯოთ და ჩვენ ვჯით ტევ პირველით კაცო ესე იგი ტევ პირველი არის დასაჯერი და პირველი ტევ პირველი ვჟია ჩვენ ეხა დღეს ბექაურს არ უნდა მიიღო წარმოებაში ეს საქმე და გამოვიდა ვიღაც ახალგაზრდა კიდე რაღაცა წარმოებას ვიწყებოთ თქვენ წინააღმდეგო რაღაცა ისო ბოდიში და თუ არ გინდათ აგერ ახლა გამორთავ ტელევიზიას წავალ აქ და თქვენ თუ გონიათ მე დავიკარგები არსად მე უკეთეს ადგილს ვერ ნახავ ძალიან ცნებით რა მე არსად არ დავიკარგები პირველი და ბოლო ტელევიზია არ არის სადაც ვმუშაობ მე და მე იმიტომ არ დავიკარგები რომ მე ქართულ ჩემ პირადად ეხა ტრაბახად თუ ჩამოვარდო მე ვგრძნობ იმ დიდ სიყვარულს რომელსაც დავდივარ ქუჩაში ქართველი ხალხისაგან და მე ქართულ ხალხს ვერ უღალატებ ეს არის აი ტრაბახად თუ ჩამოვართვეთ მაგრამ როდესაც რესპონდენტების პრობლემა გაქვს სადაც გადაკარგულში ხარ არაფერი არ გაქვს ისეთი ინფრასტრუქტურა ხარ ორი კაცის იმედად ტელევიზიაში და ქმნი ისეთ პროდუქტს რომელიც ესე იგი აღემატება გაცილებით მილიონიან დაფინანსების მქონე ტელევიზიებს ეს არის მეგობრებო გმირობა და რა ვიცი აგერ მედალი ჩამომკიდა ბელორუსიამ მე და ესეთი ბოდიში და აგერ მე ისა რა ქვია პრობლემას მიქვია იმის გამო რომ თურმე რატო არ ვარ ნაცი აი ის თურმე რატო არ ვარ ესე იგი კომისია მიდის ნაცებს ასამართლებს და ჩვენი ტელევიზიით მხოლოდ ნაცების ხილება და ეს ვეღაცას დისკომფორტს უქმნის სამაგეროთ იმ ქალებს მიშამ ჩამოკიდა მედალი ხო და ეხლა არა უყურეთ რა ხდება ესე იგი პირველი არხი და აჭარა საერთოდ რა პლატფორმაზეა და საერთოდ რა უნდათ ვერ გაიგებ აი ახლა ჩვენ ესე ნაციონალების არხებია იმ ნაციონალების არხებს აქვთ 50 მილიონიანი თუ 100 მილიონიანი დაფინანსება და რა ვიცი რამდენი აქვთ მან ხო ნაცები არის ჩვენ ესე იგი რაღაცა საწოდავად ესე იგი არაფერი ფინანსები ჩვენ არა ვართ ენთუზიაზმით ვუშაობთ მე კიდე კაცო ვერ გავიგე ახლა ეს თუ ჟურნალისტიკაა რასაც ახლა თქვენ უყურებთ მე არ ვიცი ხელები ამიწევია მაშინ მე ესია საჭირო რატოა საჭირო რომ ვერ გავიგოთ სპეციალს მეკყავთ ხო დაგვანებით თავს ღმერთმა დაგლოცოს გიშველოს და წადის ეს ლოცვა როდის დაიწყეთ ასვამი ხართ ბატონ ზვიან ანუ კორდონს არღვევს ბატონი ტიკტოკერი სპეცრაზმის შეფი როგორც ხედავთ ის ავტომობილით ცდილობს პრაქტიკულად კორდონის გარღვევას ნასვამ მდგომარეობაში ხართ ბატონ ზვიან თუ რა გჭირთ ბატონ თემუკა ჩამოგიყვანეს ამ სპეციალური ღონისძიებისთვის რა თქვენი საქმე რა ჩემი საქმე არა კახეთიდან სპეციალურად ჩამოგიყვანეს ხალხის დასარბევად რა ვიხებთ უკაცრავად ერთი წუთი აი ანუ მოდი რა ჩემო აიძიე წევის თქვენ არა ჩემ საქმეს მივხედავ მაგრამ თქვენი საქმე რა არის ადამიანების დარბევა და ცემა კახეთიდან რისთვის ჩამოგიყვანეს ის ჩვენს კითხვებს ბატონო ზვიად უხერხული არ არის ან რატომ არ აღებთ კარს ჩილეტები ისე იგი მე არ ვიცი ბატონო ზვიად ამას აკეთებს ის თემურ ჭყონიას 30000 ლარი და კიდე სხვა ჭყონიების ნაჩუქარი 30000 ლარი ამათ არასჯიან და აი ეგ არის 30000 ლარი ჩვენ ესე იგი ტელეკომპანია რომელიც სირკნეთი არ აქვს ამის გამო რომ არავინ არ დაინტერესდა რომ ესე იგი ყოველგვარი აი ესე იგი სახსრების გარეშე ვართ და აიც ვარსებობთ ესე იგი მე არ ვიცი გამხობთ ეს ტელევიზიები და პირიქით მადლობა თქვენ იცით რა მაინტერესებს ეხლა ვიღაცას თუ გონია მე მაქვს საფუძვლიანი ეჭვი რატო ხდება რომ აი ამ ბოდიში და ნოდარ მელაძეს უვარდება რაღაც ინფორმაციები და ამ ადამიანებს რაღაცა კავშირებს ვერ ხედავ თქვენ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვიღაცას თუ გონია ძალიან აქ თუ რაღაცა პრობლემა იქნება უკეთეს რაღაცას შემოგთავაზებთ რო იცოდეთ მე უკეთეს გაცილებით და ასევე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვემსახურებით საქართველოს და ქვეყანას და თქვენი ტელევიზიები ვემსახურებიან ნაცებს და თქვენ თუ გინდათ რომ
აი ამად გამო ჩვენ გამოგვიტანოთ განაჩენი, აი ამ ჟურნალისტების გამო გამოგვიტანეთ. კარი უგმირი, გმირი. განრიდებულია. მხარე ხართ? კითხვას გისვამთ, ბატონო. განრიდებულია, გიპასუხე. ჟურნალისტი ვარ. განრიდებას საინტერესებს დეპუტატებს. ბატონო ვაჟამ, ფიზიკურად გაუსწორდით დეპუტატ ყველისათვის. იცი რა უნდა გითხრათ? რატო შეკავთ მართლა საზოგადოებას სად მოისმინეთ რომ ხარება ვინმეს მოდელებს ეწევს? სად მოისმინეთ? თქვენმა ყოფილმა თანამშრომლებმა თქვა არ იცოდით? შაშმელაშვილმა თქვა არ იცით? პირველად გაიგეთ? თუ ეთყობთ თქვენთვის არ დაუძახია მოდელი. ბატონო გოგა თქვენც ამაზად მიაჩნი ხართ ხარებას? თუ მარტო ვაჟას სირაძე და კუპატაძე მოსწონს? არ იცით? ხომ არ გეწყინათ რომ გაიგეთ რომ მოდელს ახდა მოდელებს და თქვენ არა? არა? ცხადებები კეთდება აქციაზე. ნანუკა ქაჯაია პირდაპირ ეთერში. თამარა, მე რაღაც დაბალ ბიუჯეტიანი ქალი არ ვარ, რომ ყველანაირზე თანახმავიყო. რა ჩემი პირობები მაქვს? ან გონს მოეგოს, ან სხვას მოერგოს. ნუ ხომ მიცნობ, რატომ ავაპარაკე? ერთი ბიჭი გავიცანინდა ისეთი მშვენიერი იყო. მე რა გითხრა? ესე იგი მე გეთახმები ნანუკა, მეო დაბალ ბიუჯეტიანი არა ვარო. და გეთახმები არა ხარ დაბალ 30000 ლარს რო იღებ, შენ არა ხარ. შენ ხარ VIP. VIP არის. VIP. გაპიწყინებული. ხო, იმიტომ რომ მაგრამ მე სიმართლე რო გითხრა ეს VIP თანხები, თორე ისე მე VIP შენ ამდენად ვერ გიწოდებ, იმიტომ რომ ეხა ეს არ არის ჟურნალისტიკა უვარდება, ეხა საქმეს ორჩებს, აი, არ ვიცი, ვითომ ესე კაი საყვარელი იყოს ამათვის ეს პოლიცია ჩავე, შენ რანაირად ელაპ ესე რო ამერიკაში ვინმე გაუბედოს, ესე გაიგდება იქვე დამარხა. და ამ ნანუკებითა და ამ მარიამ გაფრინდა აი ნუ გავანებოთ რა თავი. გინდა რომ ესეთი ესენი ხო ვიცით ვინც არიან რა ზუსტად. არა, ამათი გვეკ ეძახე გაანებებ თავი და ჩვენ არ გვანებებენ თავი. ნუ ახლა არ გვანებებენ რასაც. რას გავანებოთ თავი? რასაც წაიღებენ ცალკე დათვალონ თავის. არა, გასაოცარია ეს ყველაფერი. აი გასაოცარია ფაქტი, რომ ესე იგი ვიღაცები იყენებენ ჩვენ წინააღმდეგ TV პირველს. და მე კიდე ერთი ადამიანს მინდა უთხრა რა, აქამდე მე და მიხვდება ვიზეც მაქვს საუბარი. არც ერთხელ ჩემი პირიდან თქვენზე არ ყოფილა ცუდი თქმული. აი ტელესექს დივას მიმართავ რა. იმიტომ რომ რაღაც პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე არ ვაძლევდი ჩემ თავისუფლებას, იმიტომ რომ პირად ურთიერთობას ვაყენებ ძალიან მაღლა. და არასდროს არ თქმულა ამ სტუდიაში რაღაცა თქვენს მიმართ და სტუმრებსაც ვაჩერებდი რომ დაიწყებდეს საუბარს. ხო და აწი ამის მერე თქვენ რას მიიღებთ ჩემგან, აი იმას დაინახავთ თქვენ რა. იმიტომ რომ თქვენ თუ გონიათ რომ ეხა ესე ბოდიში და რასაც გინდა იმას გაუკეთებთ ამ ტელევიზიას ძალიან ცდები. შეიძლება ტელევიზიას დიდი ფინანსები არ ქონდეს, თავარი არის სიმართლე. რაღა კამერა ყველას აქვს, სტუდია ყველას აქვს. რატო არის რომ ჩვენ გვიყურებს 10ჯერ მეტი ადამიანი, ვიდრე გვიყურებს ვიღაცას, რომელსაც მილიონიანი შეიძლება სტუდია ქონდეს. იმიტომ რომ როდესაც ემსახურები ქვეყანას და სიმართლეს, ხალხი ამას ხედავს, ხალხს ვერ მოვატყუებ და ამიტომ მე მგონი რომ დასკვდები და გამოვიტანოთ და რაღაცა აქიდან გამოვდივარ. ჯობია აი ამათ მიხედონ ნაცებს და მათ ხროვებს, ვიდრე ჩვენს მიმართ დაიწყოს ბრძოლა ზოგიერთებმა. აი ჩემი პოზიცია ეს არის. ხო, მე მაინც ისე იმ აზრზე ვარ, ბატონ ნიკოლოზ, რომ აი ეს არის გარკვეული შტოს, ხელისუფლების გარკვეული შტოს ერთგვარი სადამსჯელო ჩანაფიქრი. არ ვიცი ახლა ბოლოს რაც შეგცებათ ხელში თვითფასო მეგობრებო, კარგად დათვალეთ, მაგრამ გეუბნებით რომ დამარცხდებით ამ ბრძოლაში და პირწმინდად. იმიტომ რომ ის მხარე ახლა ჩვენ ვინც მოგვიქცია ვიღაცეებმა, ხო? ის არანაირ ზნეობრივ კატეგორიას არ წარმოადგენს რა. მას საერთოდ ესე იგი აი მორალის ზნეობა არ გააჩნია. ეს აბსოლუტურად ეს არის დემორალიზებული ძალა, რომელსაც არც სიმართლე აქვს, არც ზნეობა აქვს და ასე რომ წარმოუდგენელია ხარ რომ ამ ძალამ ჩვენ მოგვიგოს. და თუ კი ასეთი რაღაც მოხდება, რაც ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ ამ უნამუსო წუთისოფელში ყველაფერია მოსალოდნელი, მე გეუბნებით პირდაპირ რომ ეს ადეკვატურად, ძალიან მალე ადეკვატურად პირდაპირი პროპორციული ძალით აღირაცხება ხელისუფლების პოლიტიკურ სტატუსზე.
და მივხვედრი ამას მივხვდება რა. აი ხა მე მინდა რომ შევეხოთ ჩვენ თემას, რომელიც დაკავშირებულია მიგრანტებთან. ნუ ახლა აი ესეთი რამები არ გამიგია, არიან ადამიანები ყველაფერზე ლაპარაკობენ, ნაცებზე, იმაზე, ოცნებაზე, მაგრამ აი ამ თემას არ ეხებია. ვითომ ქუჩაში რომ გაბოდიან, ვერ ხედავენ ამ ყველა კუთხეში, კუჭუში არაბებს, ინდოელებს და იმას ვერ ხვდებიან, რამხელა საშიშროებაა ეს და მე მახსენდება ჩვენი თემურ ციკლაურის შესანიშნავი სიმღერა და იმ სიმღერის ფონზე მინდა შემოგთავაზოთ აი ეს რეალობა, რაც აგვაქვს საქართველოში. იყიდება საქართველო ვინ რას ყიდის ვინიცის ყიდის მთას დამდელოს წმინდა მარიამის ძის ყიდის მთას დამდელოს ყიდის მთას დამდელოს სამშობლოს ყიდის სინდის ნამუს ყიდის მიწას ქცეულს ედემა ამ ქვეყნიდან ისე მიდის უკან არ იხედება ღმერთო ჩემო ეს რა ხდება ღმერთო ჩემო ეს რა ხდება არ ვიცი ხა ადამიანს სისხლი არ უნდა კონდეს რომ გამოხვიდე და თქვა რომ ესეთი სასწავლებლად არიან ჩამოსული ზოგიერთი ექსპერტები რო ლაპარაკობენ თურმე ესე ყველა სასწავლებლად ყოფილა ესმით ხო ბატონ ნიკოლოზ რაც შეეხება მიგრაციის საკითხს ძალიან აქტუალური თემაა და ამ ბოლო დროს ძალიან ესე ვთქვათ მართლაც და თვალში საცემია ეს ყოველივე თუმცა ისაც აღსანიშნავია რომ სახელმწიფო პოლიტიკაც ჩაერთო ამ კუთხით უამრავი მიგრანტის გასახლება ხდება საქართველოსდან და ესაც ფაქტია ანუ სტატისტიკას თუ ავიღებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი თითქმის ყოველ დღე აქვეყნებს ამ სტატისტიკას და დაახლოებით ყოველ დღე 20 ადამიანი 20 უცხოელი მინიმუმ ტოვებს საქართველოს რომელიც უკანონოდ ეყოფება საქართველოში ამიტომ ეს პოლიტიკაც გამკაცდა და ამის არ დანახვაც რა თქმა უნდა შეუძლებელია და სწორედაც მაგიტომ გამკაცდა რომ აი ეს რეალობაა რა რეალობაც ახლა ვიხილეთ და რა თქმა უნდა იყოს დაბალანსებული ეს ყოველივე არ უნდა ხდებოდეს ის რომ მაგალითად მუშახელის ჩანაცვლება არ უნდა ხდებოდეს იმით რომ მაგალითად ქართველს არ ქონდეს იმის შესაძლებლობა რომ ქართველი იყოს დასაქმებული და უცხოელი დასაქმდეს ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ისეთი სიტუაცია რომ უცხოელი საქმდება და ქართველს აღარ აქვს მაგის რესურსი და სხვა სახელმწიფოში უწევს რომ ლუკმაპური იშოვოს და ოჯახი არ ჩინოს ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანომაც მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო ანუ კანონი რითაც დარეგულირდა ეს საკითხიც და აღარ ექნება იმის შესაძლებლობა უცხოელს რომ პრიორიტეტი იყოს ნებისმიერ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სექტორში ან კერძო სექტორში და ასევე სახელმწიფოს უფლება აქვს ნებისმიერ დროს ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვთქვათ საქართველოსდან დეპორტაციის მიზნით გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქე და ესაც ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ადრე ამის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებას არ ქონდა და პრობლემას იჩენდა ხოლმე თავს მაგალითად ის საკითხიც რომ მას ანუ უცხოელს ქონდა ხოლმე იმის შესაძლებლობა რომ მიემართა სასამართლოსთვის და წლები გაეწელა საქმე ეს ესე აღარ არის ესაც აღსანიშნავია და ამიტომ პრაქტიკა რომ პრევენცია სახელმწიფომ ჩართვა ამ მიმართულებით და მუშაობა მიმდინარეობს რომ ესეთი საქართველო როგორიც ახლა ვიხილეთ ნამდვილად არავის არ უნდა ჩვენ ისტორიულად ყოველთვის ტოლერანტული ქვეყანა ვიყავით და უამრავი უცხოელი იყო ჩვენს ქვეყანაში მაგრამ არა ისე რომ ჩვენ უმცირესობაში ყოფილიყავით და რა თქმა უნდა ეს არც ერთ ქართველს არ ეხამუნება ბატონო იცით რა არის ახლა ბატონო ლექსო მე გეთახმები თქვენ რომ ბოლო პერიოდში გამკაცდა მართლაც პოლიტიკა მაგრამ
ეს არ იქნება, მე ვფიქრობ, ბოლტანი იმ კუთხით, რომ რაღაც კარდინალური ცვლილება მოხდეს, იმიტომ რომ 20-ს თუ გაუშვებენ, ის ბოდიში და 200 შემოდის. ეხლა მე პირადად აი უამრავჯერ ყოფილი ვარ თვითმხილველი საპასპორტო კონტროლზე, როდესაც გეხარ და ეს ჩადრიანი ქალები როგორ აწვდიან საქართველოს პასპორტს. ესე იგი, იცით რა არის? ჩვენ არ შეიძლება რომ ჩავკეტოთ საზღვარი და ამერიკას აქვს მაგალითად ზოგიერთი ქვეყნებისთვის ესეთი დაწესებული შეზღუდვა რომ არ უშვებენ იქ. ანუ უვიზოთ არ უშვებენ. ვიზით კი და რატო ვიყრით ერთ ადგილას მახაც? კი ბატონო, თუ მოქმედებთ რომ 20 უშვე ჩავკეტოთ ეს ბოდიში და პაკისტანელებისთვის, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სახიბათო, თან ყველა ცუდი რა არის, იცი? ეხლა რუსებზე რო აქვთ აქცენტი, რუსი არასდროს კომპაქტურად ესე არ იღებს ადგილს 20-30 და იქცობს, მიმოფანტულები არიან რა. და ჯერ ეგერთიც ისინი მართლმადიდებლები ჩვენ ტრენდ და არ არიან იმდენი რაოდენობა. ესენი ერთად შეიკრიბებიან, ერთად არიან და ეხლა რო გაიარო თქვენ საბურთალოზე, აი ესე ჯგუფ-ჯგუფად არის. ხვალ და ზეკ ეხა კიდე არიან ეხა შეგუების პროცესში. ესენი რომ გათავხედდებიან, ხვალ და ზეკ ესენი ქუჩაში რომ ებს გააკეთებენ თქვენ ვერ წარმოგიდგენ. თუ მაგალითად ესენი აკეთებენ საფრანგეთში, გერმანიაში უკვე ქუჩაში გამოვლაც კი შეუძლებელი, რატო გონიათ რომ იგივე ყველაზე ცუდი და ყველაზე იგივე მოხდება აქ. არა, არ თქვენ ქუჩაში რო ვიძახით, აი პრევენცია თუ გვიდა ის 20 კაცი კი არ ჩაკეტე საზღვარი, უვიზო გახადე პაკისტანთან, ჩახადე უვიზო მიმოსვლა გახადე იგივე მაგალითად იმ მუსლიმანურ ქვეყნებთან. ისინი ჩვენ ტრადიციად არ მოდიან, ხო? აი რატო ვიზი პირიქით? არა, კაცო, უვიზო კი არა, პირიქით. სავიზო რეჟიმი შემოიღო. უვიზო არის ისედაც სავიზო იყოს მეთქი. ეს არ შეიძლება რომ გაკეთდეს. აი ეს უბედურება მოიტანა, აი ესე გაუთვალისწინებელმა, გაუცნობიერებელმა, დაუგეგ ჯერო რაღაცას გავაკეთებ და მე რო კვლევებს ვატარებ ჩვენ. ხო, აი იმა რომ აი ამდენი უვიზო რეჟიმი რო დაწესდა. აი ასეთი უვიზო რეჟიმები ასეთ ქვეყნებთან, სადაც 200 და 300 მილიონი კაცი ცხოვრობს. 200 და 300 მილიონი. აი ეს კატასტროფა მოიტანა და თქვენ აბსოლუტ მე ამას წინა ვთქვი ეთერში. 5 წელია საჭირო. 5 წელი. საქართველოში დაიწყება ის, რაც ხდება შვედეთში. რომ ღამის საღამოს 7 საათის შემდეგ ქუჩაში ვერ გავა. თეთრკანიანი, თორემ გააუპატიურებენ. ქუჩაში. არაბები, ავღანელები, ირანელები, ну ძირითადად არაბებზეა ლაპარაკი. აი ეს დაიწყება საქართველოში. ქართველებო, მე ყოველგვარი რაღაცა კი არ გვაშინებ ვინმეს. ეს მოხდება. ეს მოხდება და მე აქ ისა რა ქვია, მე ვაკელი ვარ და საბურთალოელი ვარ და აბა ნახალოვკელები. არა, არ გამოვა ზამიკო ეგ ამბავი. დამთავრდება ეს ამბავი. ესენი ჩვენ გადაგვჯეგავენ. ხო ხედავთ აი ეს პატარა ბავშვი რო სოციალურ ქსელებში ვცელდება ვირუსულად ის ვიდეო რომ იგინება პატარა ბავშვი სტადიონზე ვეღარ შევსულვარო ვერ მითამაშნიაო და არაბები თამაშობენ ფეხბურთს. ქართველების ადგილი აღარ იქნება. ეხლა ხო სტადიონებზე აღარ არის და მალე სახლებიდანაც გამოგვრეკავენ. გამოგვაგდებენ იქედან. ხო და აი ამას სჭირდება მიხედეთ ამას. დააწესეთ სავიზო რეჟიმები. არ შეიძლება ასე უპრაგონოთ ამდენი ხალხის, ამდენი ჩადრიანის ამ ქვეყანაში ესე აღმადაღმა სიარული. და სხვათა შორის მე მინდა რომ ბატონ ვაჟაო თარაშვილს მიულოცო ის რომ მოიგო სასამართლო პროცესი და სოფელ ქვემო ჭალაში არაბული სოფელი არ აშენდება და მან იბრძოლა ამ კაცმა ქართველი პოეტია და მე მინდა მიულოცო მას და ის იბრძოლა როგორც ქართველმა და მიაღწია და ულოცავ ქვემო ჭალელებს რომ იქ ერთ სიტყვით კიდევ ერთი უბედურება და კიდევ ერთი კიბო არ გაჩნდა საქართველოს ხეულზე. მეც უერთდები, ყველა მასე უნდა დავიცვა ჩვენი მიწა და ვიბრძოლოთ და ერთი რამე არის. ჯერ ეგერთი ჩადრებზე რო ასაუბ, რატო არის საერთოდ ჩადრების სიარული საქართველოში დაშვებული? რუსეთში აგზარეს მაგალითად, ევროპაში ეს ჩადრების სიარული, ეხლა ეს არის გარკვეულწილად საფრთხე ჩვენი. მე მეშინია ძმა. ტერორიზმის საფრთხეა ესა. რუსეთში აიგზალა ჩადრების სიარული. რატო ვაძლევთ უფლებას თუ რუსეთშია, ევროპაშია, ბევრ ქვეყანაში აგზარული. ეს საქართველოს ვერ გავიგე, არის ბოდიში და პრახადნოი დვორია. მე მეშინია ძმაო მაგ ხალხის კაცო, 3 ქალი მომყვებოდა უკან, ჩადრიანი,
აი ზურგი მეწოდა რა, ესეთი შტაბეჭდილება მქონდა, რომ აი რაღაცას მესროდნენ თავში რა, გეუბნებით. აი არა ვარ შიშარა კაცი, მაგრამ გეუბნებით, აკრძალეთ ამ ჩადრის ტარება საქართველოში, კაცო. ირანის ხელისუფლებას აქვს კანონი. ქალი ქრისტიანი რო შევა ირანში, უნდა თავსაბურავი გაიკეთოს. ისე ვერ გამოვა გარეთ ქუჩაში. კეთილი ინებონ და ჩადრი მოიხსნან. თუ არა და ნუ გამოვლენ ქუჩაში რა. ნუ შემოვლენ ამ ქვეყანაში. არ ვეპატიჟებით ბატონო. არავის. თუ უნდათ მობძანდნენ და აქაური ქუდი დაიხურონ რა. ჩვენთვის გაკვირვით რომ ამოიწურა ძვირფასო ტელემაყურებლებო და ბევრი ეხა სიმართლე რო გითხრა კიდევ 9 საათზე გველოდება, იმიტომ რომ ესე ადვილი შეჩვევა არ არის, ამიტომ მე ყველას გადაეცით ჩვენ მაყურებლებს, რომ ჩვენ ესე იგი 11 საათზე მაუწყებლობთ, ერთადერთი 9 საათზე რუსულენოვანი გადაცემა გავა კვირას, დანარჩენი ყველა გადაცემები გადის 11 საათზე. კიდევ ერთხელ ულოცავ ბელორუს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და ვფიქრობ რომ აი ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ ჩვენ, როგორიც არის ბელორუსია, სადაც მორალური ზნეობრივი სტანდარტი არის მაღალ დონეზე აყვანილი, სადაც ყველა მუშაობს, არავის არ ეშინია და გული არ გაუსხდება თუ სამსახურს დაკარგავს, იმიტომ რომ ხვალ უკეთეს იშოვის, სადაც არც მიგრანტების პრობლემაა, სადაც არც ნაგავში ქექება ვინმე, სადაც არც ბოდიში და მაწალწალა ძაღლები დარბის, ესეც დიფცეიტის ის არის, კაცო, ვერ გავიგე, დაკვეთაა საქართველოში, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყოველი მესამე დაკმენილი არ იყოს, კაცო, ძაღლები მიყვარს, მაგრამ რა უბედურებაა ესა, ევროპაში რო დადიხარ, თქვენ ხედავთ ამდენ მიუსაფარ ძაღლს, ხედავთ, რომ ყველაფერი ევროპაო და რაც ყველა რა ვიცი, საიდან იღებთ ასეთ რაღაცებს, ვერ ხვდები. ყოველი მესამე არის დაკმენილი და ეს არის 7 ნემსი. 7 ნემსი როგორი გასაკეთებელი ერთი მაინტერესებს დაავადდა ერი უკვე. მეც ულოცავ ბელორუს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ლუკაშენკო არის ქართველების მოყვარული კაცი. უდიდესი ზეწოლის მიუხედავად მან არცნო აფხაზეთისა და ცხინვალის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა და დარჩა საქართველოს ერთგულ მეგობრად. არ შეიძლება ასეთი კაცის არ დაპასება. ესეთი კაცი არის ჩვენი მოყვარული და ერთგული კაცი. არ არის მტერი. გაჭირვების ჟამს მას ზურგში ჩვენთვის ხანჯალი არ ჩაუცია. ეს უნდა დავაფასოთ თვითონ მეგობრებო რა. მეც უერთდები ბატონო ნიკოლოზ, ბატონო დიტო აი ამ მოწოდებას და აი ამ სიხარულს, რომ დღეს მთელი ბელარუსი ზეიმობს და ულოცავ მათ აი ამ წყინვალე დღესასწაულს, წყინვალე დღეს და მე მინდა რომ კიდევ თქვენ მოგილოცოთ რომ აი ამ ორ ერთ შორის კვლავ და კვლავ ვცდილობთ რომ ეს ხალხური დიპლომატია გამყარდეს უფრო და უფრო მეტად ჩვენი ეს ორ ქვეყანას შორის თუნდაც ეკონომიკური თუნდაც პოლიტიკური მდგომარეობა გამზაფხდეს და ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია და მართლაც რომ ბელარუსს ისე ძალიან ბევრი რამ აქვს ისეთი რასაც მართლაც ქართველი ხალხი უნდა ბაძავდეს. აი რაც თავი მე მინდა რომ მე ბელარუსკაში კი არ უნდა შევდიოდე იქ ბოდიში და რძის პროდუქტებისა და ხორცის საყიდლად. უბრალოდ იქ არ უნდა მინდოდეს. აი ის არ შეიძლება ჩვენც ისეთი სტანდარტის რძის პროდუქტები გქონდეს და ხორცის პროდუქტები როგორიც იქ არის. არ შეიძლება? ის რაც არის ესა, ჩვენთან რაც ეს არის ნაგავი. ნაგავია, ბარა. სამწუხაროდ, გემო არ აქვს, მოიწამლები უბედურება. ხო და რაღაცაში მივბაძოთ ამ ქვეყანას. კი დასწინოდით ამას, ისაო კოლხოზნიკიაო და ის არისო, რა ქვია, კოლმეურნეობის თავმჯდომარეო და დასაცინი ბოლოს ვინ გახდა გედავ. კარგად ბრძანდებოდა. ბედნიერად კარგად იყავით.